მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისა. დიდ მარხვის დასასრული აღენიშნება ქრისტეს ჯვარცმით და აღდგომით, ანუ ჯვრის უდიდესი დღესასწაულით. ამიტომაც შუა მარხვაში ეკლესია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჯვრის მნიშვნელობაზე. რატომ ცემთ თაყვან ჯვარს? მით უფრო იმ დროს, როდესაც დღეს პროტესტანტები, იცით, მრავლად არიან ისინი, დაახლოებით 300-მდე თუ 400-მდე მიმდინარეობა პროტესტანტული, ბაპტისტები, ანგლიკანური ეკლესია, ანგლიკანები კიდე ისე ნახევრად პროტესტანტები არიან. იაყოველები 50-იანები უამრავი არიან, ხე მაგათ ჩამოთვლას დილამდე მოუნდებით ალბათ. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ეს პროტესტანტები პირდაპირ შეურაცხყოფენ ჯვარს, აკნინებენ, ამცირებენ, გმობენ ჯვარს და ჩვენ ბრალს გვდებენ კერპთაყვანისმცემლობაში, რომ ჩვენ თაყვანისმცემ ჯვარს. თანაც ნახეთ რა არგუმენტები მოაქვთ კონკრეტულად იაყოველებს. ამობენ ესეთ რამეს, რომ როგორ შეიძლება ეთაყვანე, რომ პირდაპირ წერენ ჯვარი არის სატანის ნიშანი, პირდაპირ წერენ თავის წიგნებში. ეს არის სატანის ნიშანი და როგორ შეიძლება თაყვანისმცემდე იმ იარაღს, რომელთაც მოკლავენ შენ შვილს. როგორ ფიქრობთ ახლა მამა ღმერთს მოეწონება, როდესაც მისი შვილი ჯვარზე მოკდა და ის ჩვენ გულზე ვკიდია. რას იზავდა დედა, რომ მისი შვილი მოეკლა დანით და იმ დანას გულზე ხო არ ატარებდა. აი ესეთი არგუმენტები აქვს. ერთი შეხედვით და ეკლესიის რჯულში გაუთვით ცნობიერებელი ადამიანისათვის მისაღები და დასაფიქრებელი და მეორე არგუმენტი აქვს, საერთოდ თუ არ ყოფე ჯვარს დაუმენ, რომ იესო ქრისტე ჯვარზე კი არ გააკრეს, არამედ ძელზე დაკიდეს. და სურათებიც აქვს ილუსტრირებული თავის წიგნებში, სადაც ქრისტე ჯვარზე კი არ არის დაკრული, ბოძზეა ჩამოკიდებული. ამის მაგალითად მოყავთ ციტატა, სადაც პირდაპირ ნათქვამია ქრისტე დაკიდეს ძელზეო, ქართულ შესატყვისში. ყველაფერზე ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბროთ. ქრისტე პირველი, იესო ქრისტე თავისინები თავი და ჯვარზე. იესო ქრისტე ძალით არ დაუჭერიათ და ძალით არ მიუჭვალიათ ჯვარზე. გახსოვთ, როდესაც მოციქულები და იესო ქრისტე შედიან იერუსალიმში და პეტრე მაცხოვარი ეუბნება, რომ იერუსალიმშიო ძეკაცისა გადაეცემა სასჯელათო და მოკლავენო ძეკაცისას. და პეტრე ეუბნება, თუ კი აქ მოკლავენო, აღარ შევიდეთ ამ ქალაქშიო. არ გვინდა იერუსალიმში შესვლა და აღარ შევიდეთ თუ იცი რომ მოკლავენო. და მაცხოვარი ეუბნება, გავნედი ჩემგან სატანაო. პეტრეს მიმართავ. შენ ფიქრობ არა ისე როგორც ღმერთს უნდა, არამედ ისე როგორც კაციო. როდესაც შემდეგ გეცამანის ანუ პირდაპირ ეუბნება, ეწინააღმდება ქრისტე პეტრეს ამაზრებს. როდესაც გეცამანის ბაღში ზეთისხილისთავზე ლოცულობენ და ქრისტეს შესაპყრობად მოვლენ, წათებითა და מחვილებითა უწერია, პეტრე ამოიღებს და ქრისტე შეიპყრობენ, პეტრე ამოიღებს מחვილს იშიშლებს და ერთ-ერთ მოყდოს მოათლის ყურს. და მაცხოვარი ეუბნება, პეტრე, ჩააგე ეგ შენი მახვილი ქარქაში, რომელმან მახვილი აიღოს, მახვილით მოწყდესო და შემდეგ ეუბნება, შენო როგორ ფიქრობო? მე რომ მინდოდესო, ეხლა ერთ სიტყვას ვიტყვიო. და მამა ჩემი ზეცათაო 12 ლეგიონს გამოუშვებს ანგელოზებისაო, რომლებიც მე დამიფარავენ. ლეგიონში იყო 6000 კაცი. რომაულ ლეგიონში. ახლა 12 ლეგიონი წარმოედგენთ რა არის? და მინდა გითხრათ, რომ 12 აქ ძალიან ბევრს აღნიშნავს. უზომოს, უთვალავს, დაუტვლელს. წარმოვიდგინეთ, როდესაც ერთი ანგელოზი, მთავარ ანგელოზი გაბრიელი გარდა მოხდა ზეციდან და ქრისტეს საფლავთან ჯარისკაცები როდესაც იდგენ საფლავის მცველებად, ქრისტეს საფლავშია დაფლული. გარედან ლოდი აქვს მიგორებული და ჯარისკაცები იცავენ საფლავს, რომ ვინმე ქრისტე არ მოიპაროს. ესე გადაწყვიტეს იუდეველებმა. ამ დროს ჩამოდის მთავარ ანგელოზი გაბრიელი ზეციდან გაანათებს ტელარემარას, თვითონ ანათებს როგორც ზეელვა, განსპეტაკებულია როგორც ზე. ერთი ანგელოზის დანა და გადააგორებს ლოდს. ერთი ანგელოზის დანახვაზე, ისეთი შიშიზარი დაეცემათ, რომელ ჯარისკაცებსო შიშით გული წაუვათ და დაეცემიან მიწარზე როგორც მკვდრებიო, წარმოიდგინეთ. და თან მთავარ ანგელოზი გაბრიელი სიხარულის მომტანი ანგელოზია, ყოველთვის ახარებს. ესეთი ანგელოზია.
და წარმოედგინეთ 12 ლეგიონი ქრისტეს დასაცავად რო ჩამოსულიყო, ვინ დაიჭერდა ქრისტეს? ანუ აქედან პირდაპირ ჩანს, რომ ქრისტე თავისინებით ადის ჯვარზე. შემდეგ როდესაც პილატესთან მიიყვანენ ქრისტეს და პილატე ეუბნება, რატო კითხავს უსვავს და მაცხვარი ჩუმად არის და პილატე ეუბნება, რატომ ახარ ჩუმათო? შენო არიციო, რომ ეხა მაქვს ხელი წიფებაო, შენი დასჯისაო და შემიძლია შენო გაგანთავისუფლო. და ნახეთ მაცხვარი რას პასუხობს პილატეს. შენო არაფერი ხელმწიფება არ აგაკო. ზეციდან მოგცა ღმერთო, რაც მოგცა ის შეგიძლია, იმაზე მეტი არაფერი არ შეგიძლიაო. და შემდეგ ეუბნება, შენო რო იცოდეო, ჩემი მეუფებაო, ამასოფლის მეუფება არ არის. მე რო ამასოფლის მეუფე ყოფილიყავი და ამ სოფელზე მდომოდა უფროსობაო, ანუ ჩემი მიმდევრებიო, მოციქულებზე იძახის. იზრუნებდე რომ შენო მე არ დაგეჭირეო და დამიცავდნენ მეო, მაგრამ ამას არ ვაკეთებო. ანუ აქედანაც პირდაპირ ჩანს რომ ქრისტე თავისინებით ადის ჯვარზე. ეს დაიჭირა. ნახეთ მაცხვარი რას იძახის. ამისათვის უყვარ ვარ მე მამასა, რომ დავდევ ჩემ სულს, რათა კვალად დავიბრუნო იგი, ვერავინ წაიღებს მას ჩემგან, არამედ დავდებ მას ჩემით. ანუ პირდაპირ ამას ქრისტე ჩემით დავდებ ჩემ სულსო, მასო ძალითო ვერავინ ვერ გამაკეთებინებს. ამგვარად ქრისტე თავისინებით ავიდა ჯვარზე და პროტესტანტების მტკიცება რომ ქრისტეს დაიჭერენ და ძალით მიამჭვალებენ ჯვარზე და ჯვარის სიკვდილის იარაღი და მას სიკვდილის დანას ადარებენ, ეს არის უბრალოდ გაუნათლებლობა, რელიგიური და სულიერი და მე ვფიქრობ ამ სიტყვის თქმაში უწიგნურობა და კრეხელობა. ეხლა რატო ამ კრეხელობა? რა მოხდა ჯვარზე? როდესაც მას შემდეგ რაც ღმერთმა ადამი დევა სამოთხიდან გამოდევნა და დააყბირდა ადამიანს რომ მას მოულენდა მხსნელს, მესიას, მშველელს, რომელიც ქალისგან იშვებოდა და რომელიც ადამიანს შეარიგებდა ღმერთთან, მთელი ძველი აღთქმის ეკლესია ელოდებოდა ღვთის აი ამ ძველი დაპირების აღთქმის ასრულებას და ელოდებოდა მესიას. იესო ქრისტე მოვიდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამისაგან იშვა განკაცდა, ხორცი შეისხა სულისაგან წმინდისა და იესო ქრისტემ ჯვარზე ასვლით დაღვარა სისხლი, ქრისტეს ჯვარცმა მოხდა ადამის საფლავზე და ჯვარცმის ქვეშ თავის ქალა რომ არის გამოსახული, ეს არის ადამის თავის ქალა. ქრისტემ თავისი დაღვრილი სისხლით ადამის ცოდვა, როდესაც ადამმა გადაწყვიტა ღმერთობა, ისურვა ღმერთობა. და ამის გამო ღმერთმა ადამი გამოდევნა სამოთხიდან, იცით რომ მსგავსი ცოდვის გამო ანგელოზია შემატაკცია უფალმა და იგი ზეციდან გადმოაგდო. როდესაც სამოთხეში მყოფმა ადამიანმა გადაწყვიტა მოიდომა ღმერთობა და ღმერთისთვის თავის გატოლება, ღმერთმა იგი სამოთხიდან გამოაგდო და ეს ცოდვა და სამოთხის კარი დაიხშო და სამოთხეში არავინ აღარ იყო კაცთაგან. ეს ცოდვა, ადამის ეს ცოდვა, რაც გახდა მიზეზი ჩვენი სამოთხის დაკარგვის, იესო ქრისტემ თავისი დაღვრილი სისხლით ჩამორეცხა. ამიტომაც მოხდა ჯვარცმა ადამის საფლავზე. ანუ ჯვარზე დაღვრილი სისხლით ქრისტემ ადამიანი ღმერთში არიგა, ჯვარზე დაღვრილი სისხლით ქრისტემ ეშმაკი დაამარცხა, მისი ძალაუფლება შეზღუდა და განაკარვა, თუ კი მანამდე ჯვარცმამდე ყველა ადამიანი ვინც არ უნდა ყოფილიყო, რაც არ უნდა წმინდა დეცხოვრა, ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა, რადგან სამოთხე იყო დახშული და ჯვარცმის დროს გაიღო სამოთხე და პირდაპირ წერია ეშმაკიო 1000 წლით იქნა შეკრულიო, 1000 წელი არის პერიოდი ჯვარცმიდან მეორედ მოსვლამდე. 1000 წლით იყო 1000 წლით შეიკრა, ანუ მანამდე მას განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა. ყველა ჯოჯოხეთში მიყავდა აბრაამი, ისააკი, დავით მეფსალმუნე, სოლომონ ბრძენი, იერემია, ეზეკიალი, იოანე ნათლისმცემელიც კი ჯოჯოხეთში იყო, რადგან მისი თავის კვეთა ჯვარცმამდე მოხდა. აი ჯვარზე ქრისტემ ეშმაკი დაამარცხა, შეკრა ეშმაკი, წაართვა მას ეს ძალაუფლება, მოკვდა ხორცით გაცოცხლდა სულით, რომელთა ჩავიდა საპყრობილეში. იქ უქადაგა და ამოიყვანა იქიდან ის სულები, ვინც ელოდნენ მესიას, ძველი აღთქმის ეკლესიის შვილები, ვინც მესიას ელოდებოდა, ეს ხალხი ამოიყვანა და სამოთხეში შეიყვანა. ანუ ჯვარზე მოხდა ეშმაკის დამარცხება, მისი ძალაუფლების განკარგვება და ჯვარზე მოხდა ადამიანის ღმერთთან შერიგება.
ჯვარზე მოხდა 60-ში დაბრუნება. აი ყოველივე ამის შემდეგ ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს რელიგიურ განათლებულობაზე, პროტესტანტებზე მაგ ნაკლებ ყველაზე. ქადაგებენ, ქუჩებში დგანან, წიგნებს არიგებენ და ამბობენ, რომ ჯვარი არის კერპი და ჯვარშეურაცხყოფას აყენებენ. აი ამ ხალხს რა ქვია? კულტურულად რო ვთქვათ, ესენი არიან გაუნათლებლები რელიგიურად, შეიძლება სხვა რამები კარგად იციან, არ ვიცი ფიზიკა, მათემატიკა და ასე შემდეგ, მაგრამ რელიგიურად აბსოლუტური გაუნათლებლები არიან და ღვთისმგმობები და მკრეხელები არიან. ჯვარს არა მარტო ჩვენ ვცემთ თაყვანს, ახალი აღთქმის ეკლესია. ჯვრის ძალა და სიძლიერე ძველი აღთქმის წიგნებშიც არის ჩანს და პირდაპირ გამოშვებს. დღეს ვკითხულობდით ცისკრის სახურებაზე, გესმოდათ. ნახეთ, შეგახსენებთ ახლა რაზეა საუბარი. პირველი, როდესაც ებრაელები ჯერ პირველი იაკობმა, მამადმთავარმა თავისი შვილიშვილები, იოსების შვილები, ეფრემი და მანასე აკურთხა და როდესაც აკურთხებდა ხელები აი ესე ჯვრის სახით დაადო და ესე აკურთხა თავისი შვილიშვილები და ღვთისმადლი გადმოვიდა მათზე. შემდეგ, როდესაც ებრაელები აღმოჩნდნენ ეგვიპტელთა ტყვეობაში, ეგვიპტელთა მონობაში და 400 წელი იყვნენ მონები ეგვიპტელების. ძალიან მძიმე დღეში ყავდათ ებრაელები ეგვიპტელებს და იცით რომ მოსეს ღმერთი უბრძანებს ებრაელების გამოყვანას, მაგრამ ფარაონი არ აძლევს ამის უფლებას, რომ ებრაელები გამოუშვან და აბრუნონ თავის სამშობლოში, პალესტინაში და ამიტომაც ღმერთი მოულენ სასჯელებს ეგვიპტელებს. და მოსეს ეუბნება, შენო ეხლა ადექიო და რის სხვა დაატყდება ეგვიპტეს და ერთ-ერთი არის ესეთი. ღმერთი ეუბნება მოსეს, შენო ადექიო და სადაც ებრაელები ცხოვრობენ, იმ სახლშიო დაკალითო კრავიო, ბატკანიო და ეს ბატკნის დაკრული კრავის სისხლი აიღეთო და კარების ზღურბლზე ცხეთო მაღლაო, დაბლა, მარჯვნივ და მარცხნივ, ანუ ფაქტობრივად ჯვარი გამოსახვა ხდება კარებს. და ღმერთი ეუბნება, ღვთის ანგელოზი ჩამოივლისო, რომელ კარებზეც ეს იქნება ჯვრის სახით ნაცხები სისხლი, იქ არაფერს არ გააკეთეს. სადაც არ იქნება ეს ნიშანი დადებულიო, იმ ოჯახებში შევოდა პირველ შვილებს დაუხოცოს ყველას. ძალიან ძიმე ნათქვამია, მაგრამ წმინდა წერილში წერია. ჯვარზე, კარებზე გამოსახული ჯვრებით ეს ოჯახები იქნა გადარჩენილი და ისრაელელები გადარჩა. ამის შემდეგ ებრაელები გამოვიდნენ და კიდე სხვა რაღაცა უბედურებები დაატყდა ფარაონს და ბოლოს ფარაონმა გამოუშვა ებრაელები. დაიძრა ებრაელთა ბანაკი 600 კაცი ქალებისა და ბავშვების გარდა. 2 მილიონ კაცია ლაპარაკი, წარმოიდგინეთ. 2 მილიონი კაც მაიკრიბა გუდანაბად რამდენი უნდა წამოიღო საჭმელი სასმელი. და და ღვთისმადლად მოდიან უდაბნოში. ჭამა უნდა, საჭმელი უნდა, წყალი უნდა, 2 მილიონ კაც რამდენი წყალი უნდა წარმოიდგინეთ. მაგრამ ღმერთის იმედად მოდიან ებრაელები და მიადგნენ მეწამულ ზღვას. მეწამული ზღვა არის წითელი ზღვა. ეს არის ზღვა, რომელიც გაყოფს აზიას აფრიკისაგან, სუეცის არხის სადაც გადის. რუქაზე რო დააგვირდებით, ეს ზღვა არის ვიწრო და გრძელი, წაგრძელებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. მიადგნენ ებრაელები მოსეს წინამძღოლობით მეწამულ ზღვას. ამ დროს ფარაონმა გადაიფიქრა ებრაელების გაშვება, ნანობს რომ გაუშვა ებრაელები და გადაწყვიტა ესე უკან დააბრუნოს ებრაელები და ჯარით გამოვა და დაედევნება მათ. ღვთის ანგელოზი აცნობებს მოსეს, რომ აი ესე გადაწყვიტა ფარაონმა, თქვენი უკან დაბრუნება, ვინ წინააღმდეგობას გაუწეს, ყველას დახოცვა და დანარჩენებს უკან დაბრუნება, რომ 2 მილიონი მონა გაუშვა. წარმოიდგინე 2 მილიონი მუქთა მონა. ძალიან ძიმე დღეში აღმოჩნდნენ ებრაელები. წინ ზღვა, უკან ფარაონი მოდიჯარებით და დგას მოსე ლოცულობს და აიღებს თავის კვერთხს და დაკრავს ზღვას. და ზღვა გაიპობა შუაზე. წყალი დადგება კედლად. ეს სასწაული აღწერილია ყველა პარაკლისში. იმდენად დიდი სასწაული მოხდა ეს, რომ ყველა პარაკლის, რომელსაც კი ვიხდით, მეშვიდე გალობაში სულ ამით იწყება. ზღვა მეწამული, კვერთხან განაპო, დაღდგეს კედლად ზღვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ებრაელებმა გაიარეს ფსკერზე და როდესაც ფარაონი და მისი ჯარი შევიდა უკვე ზღვაში, მოსემ ჯერ ხო ესე დაარტყა კვერთხი. შემდეგ ესე განირთხა კვერთხი, ანუ ჯვარი გადასახა და ზღვა დაიხურა. და ებრაელები უბრალოდ ეგვიპტელები აღმოჩნდნენ ზღვის ტალღების ქვეშ. აქაც ჯვრის გამოსახვამ გადაარჩინა ებრაელთა ბანაკი.
როდესაც ებრაელები მოძრაობდნენ სინაის უდაბნოში 40 წელი მოძრაობდნენ, იცით? და მე 40 წელს მიაღწია საღთმულ ქვეყანას, ეს ბანაკი ზევიდა რომ დაგეხედა, ქონდა ჯვრის სახე. წინ მიდიოდა ჯარი სამხედრო ნაწილი მეომრები, გვერდებზე მეომრები, მარჯვნივ მეომრები, მარცხნივ მეომრები, შუაში იყო აღთქმის კიდობანი, აარონის კვერთხი 10 მცნება ორფილაზე დაწერილი, მოოქროვილი ამ ქერუბიმების გამოსახულიზე და უკან მოყვებოდა მთელი დანარჩენი ბანაკი. ანუ ზევიდა რომ დახედავდი, ჯვრის ფორმით მოძრაობდა მთელი ბანაკი უდაბნოში. შემდეგ ხდება ესეთი რაღაცა, რომ ებრაელები დაიწყებენ დრტვინვას და ბუზგუნებენ, რა გვინდოდა რომ წამოვედით ეგვიპტიდან, იქ იმ ხელა მდინარე ნილოსი იყო, წყალი გქონდა, საჭმელი გქონდა, თევზი გქონდა, მოსავალი მოყავდა, გამოგვიყვანა მოსემ უდაბნოში, რა გვინდა უდაბნოში. დაუბრუნდეთ უკან და დაიწყეს ღმერთზე დრტვინვა. და ღმერთმა ებრაელებს შეუსია გველები. და გველებმა დაიწყეს კმენა ქალების, ბავშვების, კაცების და უამრავი ხალხი მოწყდა. საზარელი სურათია მთელი ბანაკი გვამებით აივსო და მოსე დაიჩოქებს და ევედრება ღმერთო, ღმერთო გეხვეწები აპატიამად, რასაც ბუზღუნებენ შენზეო და შეურაცხყოფას გაყენებენო და გეხვეწები გადაარჩინე ეს ხალხი და ლოცულობს. და ღვთის ანგელოზი ეუნება, ეცხადება მოსეს და ეუნება, გააკეთე სპილენძის გველიო. ეს გველი აღმართე ძელზე გადაკიდეო, ანუ ჯვარზე, უნდა გადაეკიდა ჯვარზე გველი სპილენძის და აღმართეო. როდესაც ვისაც გველი უკმენსო, ვინც მოასწრებს და შეხედავსო რწმენითო სპილენძის გველს, რომელიც ჯვარზეა გადაკიდებულიო, ისო გადარჩებაო. და შემდეგ ჩვენ ხედავთ პირდაპირ წერია იოანეს ახარებაში, რომ როგორცო გველი იქნა ამაღლებული უდაბნოშიო და მისითო ხალხი გადარჩა, ასევე ძეკაცისა იქნება ამაღლებული. ანუ ლაპარაკია ჯვარზე. აქაც ჯვარმა გადაარჩინა ებრაელთა ბანაკი სიკვდილისაგან. შემდეგ მოხდა ესეთი რამ, როდესაც მოძრაობენ ებრაელები, მათ თავს დაესხმიან უდაბნოში წყობი, ესე იგი ყაჩაღები იყვნენ, ამალეკის ხალხი, ამალეკის ტომი იყო ესეთი. გამოჩნდებიან და უნდა დაესხნენ ებრაელებს და უნდა გაძარცვენ. ამ დროს მოსე განაწყობს ჯარს საბრძოლველად, თვითონ ავა ამაღლებულ ბორცზე, ჯარი მოეწყობა საბრძოლველად და მოსე ხელებს განირთხავს და დადგება ჯვრის სახით, აი ესე განრთმული ხელებით და იწყებს ლოცვას. მოსეს ლოცვით ებრაელები იმარჯვებენ, მაგრამ დიდი ხანი გაგრძელდა ბრძოლა და მოსეს დაეღლება და ხელებს ჩამოუშვებს და ებრაელები დაიწყებენ დამარცხებას. ამის შემდეგ მას ამოუდგებიან მარჯვნიდან და მარჯვნიდან ორი ადამიანი, მის ხელებს ისევ აი ესე განრთმულს დაიჭერენ ხელებს და ისევ ჯვრის ფორმით დამდგარი მოსე იწყებს ლოცვას და ებრაელები იმარჯვებენ და ამარცხებენ მომხდურებს უდაბნოს ყაჩაღებს. აქაც ჯვრის სასაულის გამოჩინება ხდება. გახსოვთ შემდეგ, როდესაც დანიელ წინასწარმეტყველი და სამი ყრმა, ვინც თაყვანი არცეს კერპებს დაისაჯნენ, ჩააგდეს ღუმელში, ცეცხლი შეუნთეს, შემდეგ იქ ლომებიც მიუსიეს დანიელს, რომ ლომებს დაეგლიჯათ. აი ამ დროს დანიელი, ისე როგორც მოსე ჯვრის ფორმით, განრთმული ხელები ჯვრის სახით დგას, ლოცულობს და ორივე შემთხვევაში ის გადარჩება და უნებელი გამო. აქაც ჯვრის სასწაულის ძალა ჩანს. იაჰოვას მოწმეები ამობენ და საერთოდ პროტესტანტები ესეთ ბრალს ვხვდებენ, რომ თითქოს ჩვენ, ესე იგი, ჯვრის თაყვანისცემა დავიწყეთ მოგვიანებით, ეს თავიდან ქრისტიანები ჯვარს თაყვანს არცევდნენ მოციქულები, რომ ეს მართლმადიდებლების მოგონილია. მე რომში არის კატაკომბები, სადაც გამოსახულია უძველესი ფრესკებია შერჩენილი და ერთ-ერთი ესეთი კატაკომბაა გამოსახულია ჯვარი, დაჩოქილები არიან და წერია, აღარ მახსოვს რა ეწოდება, ვალერიუსი თუ რაღაც ერქვა, ლოცულობს თავის ღმერთზეო. ჯვრის წინ დაჩოქილი ქრისტიანები არიან გამოსახული. ანუ ჯვარს თაყვანს სცემდნენ უკვე პირველი საუკუნის უდიდესი, მეორე საუკუნის პირველი ნახევრისაა, უდიდესი უძველესი ფრესკა. მანამდეც ალბათ რაღაცები იყო, არ ჩანს, მაგრამ ეს ნამდვილად ჩანს, რომ მეორე საუკუნეში ჯვარს სცემდნენ თაყვანს. შემდეგ ტერტულიანე, დასავლეთის ეკლესიის დიდი მწერალი, ესეც წერილს წერს
კეისარს და პირდაპირ ეუბნება რომ ჩვენო ჯვრის თაყვანისცემაში გვდებენ ბრალს და ესე ჩვენ გვიხარია. კონსტანტინე კეისარმა იცით, როდესაც ცეცაში ჯვარი დაინახა გამოსახული და იქ ღვთის ხმა იყო, რომელიც ეუბნება რომ ეს აიღე და ფარებზე გამოსახე და ამით შენი ჯარი უძლეველი გახდება და გაიმარჯვებო, მართლაც ესე მოიქცა ჯვრები აღმართა ჯარში, ფარებზე ჯვრები გამოსახა და დაიძრა და დაამარცხა წარმართები და თვითონ გახდა კეისარი, იმპერატორი, პირველი ქრისტიანი იმპერატორი კონსტანტინე. და ეს ყველაფერი ქრისტიანებმა მერე კი არ მოიგონეს კონსტანტინეს დროს და მეორე საუკუნის კატაკომბებზე რო საუბრობდი. არამედ ამას მოციქულებით საუბრობენ. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე, პირველი თავი, მე-18 მუხლი. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგია წარწმედილთათვის, ხოლო ჩვენთვის ხსნილთათვის ძალა ღმრთისა. და კიდე ხოლო მე ღმერთმა ნუქნას, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჯვრით უბლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ვისითაც ქვეყანა ჩემთვის ჯვარს ეცვა და მე ჯვარს ვეცვი ქრისტესთვის. ანუ პირდაპირ იძახის ქრისტე მოციქული პავლე გალატელთა ეპისტოლეში, რომ ის ერთადერთი რითიც ამაყობს ეს არის ქრისტეს ჯვარი. ამიტომაც ჩვენც ქრისტიანები ჯვარს თაყვანის მცემთ, როგორც ეშმაკის დამამარცხებელს, ეშმაკის დამარღვეველს, მისი ძალაუფლების შემზღუდველს, სამოთხის კარების გამღებს და ჩვენთვის ხსნას, ძალას და იმედს. ჯვრის ძალა და მადლი ფარავდე თქვენ, სრულიად ჩვენ ქვეყანა, ჩვენ საქართველოს და ღვთის და ჯვრის საფარველით ღმერთმა დაგვიფაროს და შეგვიწყალოს და ყველა საყვარელი ერთ-ერთი ტროპარი, რომელიც აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევაი ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშა მისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ უფალო დიდება შენთან. დიდება და მადლობა ღმერთს და ჩვენ წინაპრებს და ყველა წმინდა ღვთისმშობელს და ზეციურ წმინდანებს, ვინც აქამდე მოგვიტანა სწორი, წმინდა, ჭეშმარიტი მართალი სარწმუნოება, რომელსაც ჩვენ მივდევთ და ვალდებული ვართ მეორედ მოსვლამდე დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება. ღმერთმა გაკურთხოთ და დაგლოცოთ.